მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, როგორ განვითარდება თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები მომდევნო, მოდით ვნახოთ, მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც საჯარო გაშლები საჯარო არის და რა თქმა უნდა ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება. და მოდით ახლა დავარიგოთ ვარიანტები. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის პირადი სასიყვარულო ურთიერთობები 2 თვის განმავლობაში, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის პირადი და როგორ განვითარდება მესამე ვარიანტის პირადი. 3 ვარიანტი გვაქვს დღეს ჩვენ და პირველი ვარიანტი, მეგობრებო, გვექნება ასეთი ქვა. მეორე ვარიანტი იყოს ეს ქვა და მესამე ვარიანტი მოდით იყოს აი ასეთი ქვა. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, ასე ცოტა გავასწოროთ ფოკუსი. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ, კონცენტრირდით თქვენს პირად ურთიერთობებზე. უფრო მეტად ეს გაშლა იქნება მათთვის, ვისაც ან არ ჰყავს პარტნიორი, ან პარტნიორთან აქვს რაღაც გაურკვეველი ურთიერთობები. ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს და მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი, პირველ რიგში ამჟამინდელი ენერგიები, კვერთხების 6-იანი, ამჟამინდელი თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობების ენერგიები ვნახოთ. ერთი არკანით, პენტაკლების 6-იანი. შეხედეთ 6-6. პირველ რიგში აქ თითქოს თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი ან შესაძლოა ადამიანები, ვისთან მიმართებაშიც გაქვთ აშკარად ინტერესები, მაგრამ კონკრეტულად პარტნიორი რომ გყავდეთ, აქ გულსრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ, ანუ აქ უმეტესობა არის ან მარტოსული პიროვნება, ხო? სასიყვარულო ასპექტით, ან პიროვნება რაღაც გაურკვეველი სტატუსის მქონე ურთიერთობებით. და ახლა ამ ეტაპზე თქვენ აშკარად სწავლობთ იმას, თუ როგორ გაანაწილოთ სწორად თქვენი რესურსები, თქვენი ენერგია, სხვათა შორის თქვენი დროც, ხო? იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში, მეგობრებო, აბსოლუტურად ყველაფერი არის ენერგია. ფინანსები, დრო, ფიქრი, გრძნობა, ეს ყველაფერი ენერგიებია. და აქ თქვენ ზუსტად ასეთ პროცესებში ხართ, სადაც ცდილობთ ისწავლოთ მათი სწორი განაწილება. სხვათა შორის აქ ბევრი თქვენგანის შემთხვევაში რეზონირდება ისე, რომ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით გააკეთეთ დასკვნები, რომ არ იმსახურებდა იმდენს, რამდენსაც თქვენ აქამდე აძლევდით ენერგიას, ხო? და ახლა თითქოს ხართ ისეთ ენერგიებში, რომ აი ცდილობთ, რომ თქვენი ენერგია თქვენთანვე შეინარჩუნოთ. ცდილობთ, რომ ზედმეტად ბევრი ენერგია არ გაცეთ ან კონკრეტულ ადამიანს ან ზოგადად პირად სასიყვარულო ურთიერთობებში, ხო? ხოლო რაც შეეხება ურთიერთობების განვითარებას, კვერთხების 6-იანი მეტყველებს რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე გამარჯვების შესახებ. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის პირადი სასიყვარულო ურთიერთობები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. არკანი სიკვდილი, არკანი ეტლი, არკანი შეყვარებულები, არკანი პენტაკლების პაჟი. მეგობრებო, აქ იცით როგორ სიტუაციას ვხედავ. შეხედეთ, პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ იქნება გამარჯვება რაღაც გარკვეულ სიტუაციაზე და ნახეთ, რამდენი უფროსი არკანი ამოვიდა. არკანი სიკვდილი, ეტლი, შეყვარებულები, მზე, პაჟი, პენტაკლების მეთქი ხმლების 8-იანი და როგორ სიტუაციას ვხედავ ახლა მე აქ. პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ აშკარად იქნება გამარჯვება რაღაც კონკრეტულ სიტუაციაზე და არკანი ეტლიც ზუსტად ამას გვიდასტურებს და არკანი სიკვდილიც. მეგობრებო, აქ თქვენ გადიხართ სრულ ტრანსფორმაციას სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ აქ ნახეთ, რამდენი უფროსი არკანი ამოვიდა. 1, 2, 3, 4 უფროსი არკანი ამოგვიდა.
აშკარად ტრანსფორმაციულ ენერგიებში ხართ, სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით გადიხართ ძალიან მძლავრ და მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს. გარდა ამისა, არკანი სიკვდილი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება სრული გადატრიალება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში. 180 გრადუსით გადატრიალდება თქვენი პირველ რიგში დამოკიდებულება პირადი სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ, ანუ შეიცვლება თქვენი მსოფლმხედველობა, თქვენი სამყარო ისეული აღქმა, თქვენი აღქმა სასიყვარულო ურთიერთობებისა. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ახლა ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს კონკრეტული ურთიერთობის დასრულება, კონკრეტული ურთიერთობისთვის ასეთი დიდი წერტილის ჩაჭედვა ლურსმნით, ხო? მაგრამ ბევრ თქვენგანთან აქ იქნება პირიქით რაღაც გარკვეული ზრდა. ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ შემოდის სრულიად ახალი ენერგიები და იცით, ერთეულებს ეხება ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ერთეულებთან აქ ვიღაც კონკრეტულ ახალ ადამიანს ვიღაც პენტაკლების პაშს ვხედავ. მაგრამ უნდა იცოდეთ ის, რომ ადამიანი არის საკმაოდ ეგოცენტრიკი, თუმცა მიუხედავად თავისი ეგოცენტრიზმისა არის ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი სიხარულის მომტანი თქვენთვის. მოკლედ რომ ითქვას, ვისაც არ ყავთ პარტნიორი, ნამდვილად ვერ მოგცემდით იმის გარანტიას, რომ 2 თვის განმავლობაში პარტნიორს იპოვით მეთქი, მაგრამ ძალიან დიდი შანსია აქ თქვენს რეალობაში შემოვიდეს ახალი სიყვარული და ახალი სასიყვარულო ენერგიები. დიდი ალბათობით ახალი სიყვარული იქნება აქ, ახალი ინტერესი, ახალი ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ ძველი რაც არის, ძველი თითქოს უკან მიდის. და განა რაღაც ისეთი არის, რომ აი დასრულდა რაღაც მტკივნეულად, ხო? არამედ თითქოს პირიქით თქვენ თავად გრძნობთ თავს კომფორტულად ამ ძველის დანგრევით. კონკრეტული ადამიანი თუ არის თქვენს რეალობაში, რომლის მიმართაც გაქვთ ცალმხრივი სიმპათია, ცალმხრივი ინტერესი, აქ გულწრფელად გეტყვით, რომ აშკარად ჩანს ის, რომ ადამიანი არის ასე თუ ისე მანიპულატორული ენერგიების მქონე თქვენთან მიმართებაში და თითქოს თქვენ ამ კუთხით წაიჭერთ ასე ადამიანს და მოიშორებთ თქვენი რეალობიდან. უბრალოდ გაქრება ეს ინტერესი. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აი ფუნდამენტალურად იცვლება თქვენი აღქმა სასიყვარულო ურთიერთობებისა. მე-6, მე-7 არკანი შეხედეთ უბრალოდ. არკანის შეყვარებულები და არკანით ასების ტუზი აშკარად მეტყველებს ახალ ინტერესზე. ახალი ურთიერთობების საწყისზე. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში აქ იქნება ახალი ურთიერთობის უკვე დაწყება, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში კი იქნება უბრალოდ რაღაც ახალი სიმპათიის დაწყება. საწყისი. მაგრამ ურთიერთობა ჯერ არ დაიწყება. თუმცა უმეტესობასთან ურთიერთობის კუთხით მოდის უშუალოდ ახალი ურთიერთობაც. და თასების ტუზი ყოველთვის არის რაღაც ახალი ემოციური შესაძლებლობა. ემოციურად სრულიად სხვანაირად შეხედავთ ამ საკითხს. სულ ეს არის ძვირფასო პირველო ვარიანტო. თქვენ გამოდიხართ რაღაც ნეგატიური პროგრამებიდან, ნეგატიური შეხედულებებიდან პირად სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამიტომაც მომილოცია თქვენთვის და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვნახოთ, აბა თქვენთან რა ხდება. არკანი მაგი. იცით, მაგი ვინ არის ზოგადად? მაგი არის პიროვნება, რომელიც რა თქმა უნდა ფლობს 4-ვე სტიქიას, მაგი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ლიდერი, სადღაც მანიპულატორის, შესაძლოა რეალობისა, შესაძლოა ადამიანების, ხო? კარგით, დავამატოთ არკანები და ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენს პირად სასიყვარულო ურთიერთობებში. ერთი არკანით ვნახოთ. ერთი არკანით ახლა რა ხდება. ჩამოკიდებული კაცის არკანი. ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა დაღლილობის ენერგია წამოვიდა ამ არკანიდან. მეორე ვარიანტი თქვენ რა გჭირთ, იმიტომ რომ აშკარად თავს წირავთ კონკრეტული ადამიანისთვის. აქ მოდის არა რაღაც სიყვარული, არა რაღაც ჯანსაღი თვითშეწირვა, არამედ აი
მაქსიმალურად არაჯანსაღი მსხვერპლის პოზიცია, როდესაც ადამიანი არა უბრალოდ მსხვერპლის პოზიციაშია და თვლის, რომ რადგანაც მე ჩავდე ამ ურთიერთობაში გარკვეული რესურსები, ესე იგი მანაც უნდა ჩადოსო, თუმცა სამწუხაროდ მოლოდინები არ უნდა გქონდეს ხოლმე ადამიანებისგან, არამედ რასაც ქვია წირავთ საკუთარ თავს, თითქოს ძალიან ბევრი ენერგიას დებთ ამ ურთიერთობაში, ბევრს წვალობთ, ბევრს ფიქრობთ, შესაძლოა ბევრს შლით კიდევაც ამ ადამიანთან დაკავშირებით ტაროს, ბევრს წვალობთ ამ ურთიერთობისთვის, ბევრს მოდი ჟარგონს გამოვიყენებ და ჩალიჩობთ იმისათვის, რომ ამ ადამიანს მოეწონოთ, ეს ადამიანი იყოს კმაყოფილი, ამ ადამიანს ყველაფერი მოსწონდეს თქვენშიც და ამ ურთიერთობაშიც. მაგრამ იცით რაში არის საქმე? თითქოს თქვენი თავი ყავთ დავიწყებული. თითქოს მივიწყებული ყავთ თქვენი თავი და ახლა არასესიამოვნოდ გაჟღერდება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მეგობრებო, ასე არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში და არ გამიგოთ ისე თითქოს ჭკუას გასწავლით. მაგრამ როდესაც ასე წირავთ თავს კონკრეტული ადამიანისთვის, ადამიანი ყოველთვის თulis, რომ ასე არის საჭირო და ეჩვევა ამას და აქ უკვე შემდგომ იზრდება ყველაფერი მანიპულაციებში და მარტივი ენით რომ ითქვას, თქვენ ხდებით არა პარტნიორი, არამედ მსხვერპლი. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ ურთიერთობაში იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადამიანი დებს და რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, იქნებით კონკრეტულ ადამიანთან და კონკრეტულ წრეში იმის იმედით, რომ თქვენი ჩადებული რესურსები ოდესმე ანაზღაურდება. იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ანაზღაურდება. და ამას ვამბობ არა მხოლოდ ამ გაშლიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად. ეს არის ერთ-ერთი დიდი მახე, რომელსაც ადამიანები თავად ვიქმნით ხოლმე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის პირადი ურთიერთობები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. ხმლების ტუზი ამოვარდა, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის პირადი 2 თვის განმავლობაში. აქ აშკარად ხედავ სურათს, სადაც თქვენ თავს გრძნობთ კომფორტში და კომფორტს ვეძახი კომფორტის ზონას და არა რეალურ კომფორტს. ხართ რაღაც გარკვეულ კომფორტის ზონაში, თითქოს გაქვთ იმის იმედი, რომ რაღაც შეიცვლება მუდმივად და თითქოს ადამიანისგანაც მოდის რაღაც ისეთი ცოტა დროთადრო თითქოს ცოტათი უფრო კეთილი არის, ცოტათი უფრო კარგ ხასიათზე არის, ცოტათი უფრო მეტი კარგი მოდის ხოლმე დროთადრო, მაგრამ შეხედეთ ხმლების ტუზი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ საკმაოდ მწარე და არასასიამოვნო რეალობაზე მოგიწევთ თვალების სახელად ძვირფასო მეგობრებო. და კი, ახლა შეიძლება მოგიწიოთ ამ 2 თვის განმავლობაში, რასაც ახლა ვამბობ, მეორე ვარიანტი, ძალიან ბევრი თქვენგანი დარწმუნებული ვარ, არ დამეთანხმება, მეტყვის რომ რა სისულელეებს ბოდავო, ბევრმა შეიძლება წამშალოს, დამბლოკოს და ასე შემდეგ, მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩემს გვერდზე არ არის ილუზიების ადგილი, ჩემს გვერდზე არის ადგილი, სადაც თქვენ უნდა შეისწავლოთ და შეისწავლით საკუთარ თავს და საკუთარ რეალობას. და აქ გინდათ არ გინდათ ამ 2 თვის განმავლობაში იქნება ამ ყველაფრის ფსკერზე ამოტივტივება. თითქოს სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ თქვენს რეალობაში, ვინ არის, ვინ რას იმსახურებს თქვენგან. და შეხედეთ, კი შეიძლება ის თავდაპირველად მტკივნეული იყოს, ჩამოგეშალოთ რაღაც ილუზიები და ყალბი წარმოდგენები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოგიყვანთ თქვენ პენტაკლების 10-იანამდე. პენტაკლების 10-იანი კი არის ის ენერგია, სადაც არა თქვენ ხართ უბრალოდ თვითკმარი, არამედ თქვენი პარტნიორიც არის თვითკმარი და ერთად ძალიან ბედნიერად და კარგად ხართ. და აქ მოდის გადაფასება თქვენი ენერგიებისა, თითქოს მოგიწევთ გადააფასოთ ის თუ ვისში რასახის ენერგიას ხარჯავთ. ზოგ თქვენგანთან სხვათა შორის რეზონირდება ისე, რომ ეს მწარე რეალობის აღქმის პერიოდი ახლო წარსულში გაიარეთ და ახლა
პირიქით ეს პენტაკლების 10-ანის ენერგია მოდის თქვენკენ ნელ-ნელა, უბრალოდ ცოტა ნელი ტემპით და ხმლების 4-იანი და კვერთხების დედოფალი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ იგრძნობთ ძალიან ბევრ ყურადღებას, იგრძნობთ იმას, რომ ხართ ძალიან სექსუალური, ძალიან მიმზიდველი, ძალიან საინტერესო საპირისპირო სქესისთვის. თითქოს თქვენში გამოიღვიძებს მაქსიმალურად თქვენი ფემინური ენერგიები. მამაკაცებისთვის რა თქმა უნდა მასკულინური ენერგიები. იმ მამაკაცებისთვის, ვინც მიყურებთ. და თითქოს ახლა ამ ეტაპზე იქნებით კონცენტრირებული იმაზე, რომ თქვენში შეინარჩუნოთ ეს ენერგიები და გააძლიეროთ ეს ენერგიები, ამიტომაც პირადის კუთხით აქ გულწრფელი რომ ვიყო, ნაკლებად ვხედავ მოძრაობას, უფრო რაღაცებზე ისევ და ისევ თვალების ახელას ვხედავ. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი, ვნახოთ აბა. ხმლების ტუზი და თასების ტუზი, პენტაკლების პაჟი ამოვიდა აქაც და პირველ ვარიანტშიც იყო ამოსული. მეგობრებო, მეორე ვარიანტი აქ აუცილებლად იქნება ემოციური აფეთქებები, როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი ასპექტით. აშკარად იქნება აქ ის მომენტი, სადაც საერთოდ არ გსურთ რაღაც რეალობის მიღება, საერთოდ არ გსურთ რომ რეალობას შეხედოთ მაქსიმალურად სახით თვალით, მაგრამ მეორეს მხრივ ამასთან ერთად იქნება რაღაც ახალი ინტერესი, რაღაც ახალი ინტერესის სფეროები. თითქოს შეძლებთ რომ ამ წარე არასასიამოვნო რაღაც რეალობების შედეგად ეს სიყვარული გასცეთ საკუთარი თავისთვის. გარდა ამისა, აქ თქვენკენ მოდის ახალი ინიციატივები. მოდის ინიციატივები ძალიან ბევრი ადამიანისგან და სხვადასხვანაირი ადამიანებისგან, ცეცხლისგან, წყლისგან, მიწისგან, ჰაერისგან. ინიციატივები აუცილებლად იქნება, მაგრამ თითქოს თქვენ თავად არ გენდომებათ ამ ინიციატივებზე აყოლა, მოდით ასე ვიტყვი, ბევრი მიზეზის გამო. და ეს თქვენთვის საკმაოდ სწორიც იქნება. სულ ეს არის მეორე ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. და აქ ამოვიდა პირველი არკანი, ხმლების რაინდი. მოდით ვნახოთ ერთი არკანით. ახლა რა მდგომარეობაში, რა ენერგიებში არის ერთი არკანით თქვენი პირადი ურთიერთობები. მესამე ვარიანტი. თასების ცხრიანი. იცით, ერთის მხრივ აქ მოდის დაკმაყოფილება თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობებით, თითქოს კმაყოფილი ხართ იმით, რაც არის გარკვეული კომფორტი, არის გარკვეული დაცულობის შეგრძნება, ახსავსე ხართ ემოციებით ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს ბოლომდე არ ხართ ახსავსე იმ ემოციებით, რომლებითაც გსურთ რომ იყოთ ახსავსე და აქ აშკარად იგრძნობა ორივე არკანისგან რაღაც გარკვეული ბრაზი. თითქოს ან თქვენ ხართ გაბრაზებული ან რეალობაზე, ან სამყაროზე, ან კონკრეტულ პიროვნებაზე, ან თითქოს დაუკმაყოფილებელი ხართ. დაუკმაყოფილებელი ხართ იმ ურთიერთობით, რომელიც ფიგურირებს თქვენს რეალობაში. ანუ არ გსიამოვნებთ აშკარად ის, რაც ხდება. ერთის მხრივ გსიამოვნებთ უფრო სწორად, მაგრამ მეორეს მხრივ ბოლომდე არ გსიამოვნებთ. და განვითარებას რაც შეეხება ხმლების რაინდი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება რაღაც გარკვეული ბრძოლა თქვენი სურვილებისთვის. სხვათა შორის შესაძლოა თქვენ პარტნიორს გაუზიაროთ, ვისაც ყავთ რა თქმა უნდა პარტნიორს გაუზიაროთ, რომ იცი მე ასეთი და ასეთი ურთიერთობა არ მინდა, ან პირიქით ასეთი და ასეთი მინდა. შესაძლოა აქ რაღაც კონფლიქტი წარმოიშვას თქვენსა და თქვენს პარტნიორს ან პოტენციალურ პარტნიორს შორის, რომელიც დაგანახებთ ორივეს თქვენს რეალურ სურვილებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მესამე ვარიანტის პირადი სასიყვარულო ურთიერთობები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. კვერთხების რაინდი, პენტაკლების 2-იანი, პენტაკლების რაინდი და კვერთხების 5-იანი. ნახეთ რამდენი რაინდია ხმლების, კვერთხების და პენტაკლების რაინდი. ხო. თასების რაინდი გვაკლია. თასების რაინდი არ გვყავს.
არ გამიკვირდება არკანების დამატება რომ გადავწყვიტო და ამოვარდეს ან ამოვიდეს. კარგით, პირველ რიგში აქ იქნება თქვენთვის ინიციატივებით ახსავსე პერიოდი, ენერგიებით ახსავსე პერიოდი და სხვათა შორის აქ იქნება მოდით პირველ რიგში დავიწყებ ცოტა ნეგატიურით, აქ იქნება გარკვეული პროვოკაციები ნეგატივზე, იქნება რაღაც გარკვეული კონფლიქტი თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის, რომელიც ზედაპირზე ამოიყვანს და ხაზს გაუსვამს პრობლემებს, რომლებიც არის ურთიერთობებში ან შესაძლოა თქვენში, თუ თქვენ ურთიერთობები არ გაქვთ ამ ეტაპზე. აი თითქოს იცით კონფლიქტები რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ ხანდახან კონფლიქტები საჭირო არის თქვენ წარმოიდგინეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალით უნდა დავდგათ დრამა და ძალით უნდა მოვიგონოთ კონფლიქტები, მაგრამ როდესაც კონფლიქტები მიმდინარეობს ადამიანებს შორის, ამ დროს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის რეალური სახე და განზრახვები, ჩვენი რეალური სახე და განზრახვები, რომელთა შესახებაც ჩვენ თავადაც შეიძლება არ ვიცოდით, თქვენ წარმოიდგინეთ. ასევე შეიძლება ამ დროს ჩვენ დავინახოთ ის თუ რეალურად რა არის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა. მაგალითად, როდესაც წყვილს აქვს კონფლიქტი, ამ დროს უფრო ზედაპირზე ამოდის არა უბრალოდ მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, არამედ ის თუ რა არის შესაძლებელი ამ ურთიერთობაში, რა აწყობთ, რა არ აწყობთ. იწმინდება ამ დროს ურთიერთობა. ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი როდესაც ჩვენ ვალაგებთ, რა თქმა უნდა, ამ დროს უფრო მკვეთრი და უფრო თვალსაჩინო ხდება ხომ მტვერიც, ნაგავიც და ყველაფერი. აი ზუსტად ასე არის ურთიერთობებშიც. როდესაც ლაგდება, როდესაც ვალაგებთ, უფრო მკვეთრი ხდება ეს კონფლიქტები და ნეგატივი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ყოველთვის კონფლიქტში უნდა იყოთ. და აქ აშკარად იქნება კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანთან, გავიმეორებ, ვიღაცისთვის ეს არის პარტნიორი, ვიღაცისთვის პიროვნება, რომელიც მოგწონთ, ვიღაცისთვის საერთოდ ვიღაც სხვა ადამიანი იქნება პროვოკატორი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს კონფლიქტი თქვენთვის პირადად ხაზს გაუსვამს იმას, თუ თქვენ თავად რა გსურთ, თქვენ თავად რა გინდათ, რა გაინტერესებთ, საით უნდა წახვიდეთ, რა უნდა გააკეთოთ. ვისაც პარტნიორი გყავთ, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ პარტნიორთან ურთიერთობის დალაგებაში ხელს შეგიწყობთ, თქვენ წარმოიდგინეთ და პენტაკლების რაინდი იცით რის შესახებ მეტყველებს. აქ იქნება ინიციატივა რაღაც გარკვეული საჩუქრით. აქ კონკრეტული ადამიანი მოვა თქვენთან რაღაც საჩუქრით, რაღაცის ჩუქებასთან ერთად. და ძალიან სასიამოვნო ენერგიებს შევიგრძნობ ამ არკანისგან. კვერთხების რაინდი კი მეტყველებს ხმლების რაინდთან ერთად კონფლიქტის შესახებ და გარდა ამისა, აქ ვხედავ ინიციატივას კიდევ ვიღაც ადამიანისგან. შესაძლოა აქ იყოს ჩარევები, თითქოს ვიღაც მამაკაცი ეცდება ურთიერთობა დაგინგრიოთ, მაგალითად, ხო, ან მოახდინოს თქვენზე ისეთი პროვოკაცია, რომ შენ ეს კაცი რეალურად არ გჭირდებაო, ან რაღაც ასეთი ცოტა ნეგატიური მომენტები მოდის და თითქოს ადამიანი ამას იტყვის არა იმისთვის, რომ არა იმიტომ, რომ ეს რეალობა შეესაბამება, არამედ თითქოს თავისი ეგოდან გამომდინარე. მაგალითად, სხვა მამაკაც შეიძლება შურდეს, რომ თქვენ გაქვთ ასე თუ ისე ჯანსაღი ურთიერთობა კონკრეტულ მამაკაცთან, ან შურდეს, ან ეჭვიანობდეს, ან თქვენთან არ ვიცი, სქესობრივი კავშირი უნდოდეს დაუშვათ და ამის გამო დაიბოხმოს და დაიწყოს რაღაცების პროვოკაცია, რომ შენ ის არ გჭირდება, ცუდია და ასე შემდეგ. რაღაც ასეთი მომენტი ფიგურირებს და რა თქმა უნდა, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ასეთი რაღაცეები მოხდება და ყურადღებით იყავით მესამე ვარიანტი. ყურადღებით იყავით. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებული დრო და ნახვამდის.